სარეკელი რვალისა, რომელიც საბრალო მღვდელს ოდესღაც თავს წამოამხეს და გახშემო გენია შემოუნთეს, 70 შახურ მანს იწონიდა. იმ არნახულ მტრეხელობის მერე ლამის იყო 200 საუკუნემ ჩაიარა. ზარი კი ისევ ძველსავე ადგილს შემორჩენოდა. უძრავად იდო. ათოვდა და აწვიმდა იმ ზარს. მზე ახურვებდა და გრიგალი აგრილებდა. ხალხი უფრთხოდა. არეკარებოდა, ამბობდნენ, სარეკელი ესე კრულარს, მეხსა და ელვას იზიდავსო. აი ამ დიაცმა სოდვა დიდი ხმა დარბაისალმა. ბატონს სახკარი დაუნაცრა, ნაფუძვარი ტუტად უქცია. დავქვია. ხვარამზე. ბატონს სახკარი რა დაუწვი? ისევე დაუწვივით ბატონმა უღმერთობა ჰქმნა. უღმერთობა. ბატონმა ქმარშვილი გამიყიდა. მამამთილი როს ქვეშ მომიკლა. ხარის ბადალი მქნა, უღელი მიწილა და კერძე თვითონ შედგა და ხელსახრიანმა კალო ფეხში შოლს მალეწინა. და მოყრით შეისმინოთ, რასაც აუბრძანებ. ერთს გადრევ მეფეო, სამართალი შენი მყარსა არ ადგასედა. რამე თუ ყმანი ჩვენი, ოდითგანვე ჩვენვე გვეკუთვნის. გამკითხავნი მათნი ჩვენა ვართ და ფშავდებელიცა. უჩვენოდაც უტყურად უწყი, რომ ხმის მსაჯული პატრონი გახლავს. და თუ ყმან ჩვენმან სამართალი გარეთ ეძია, მაშინ ადათი წახდების. წესი მოხმაყრით მეთქი! გარეთ ეძიოს ვამბობთ. უტყურად გწამდეთ, რომ არა მხოლოდ ჩემს წინაშე ხართ მუხმოყრილნი, არამედ წინაშე ღვთისა და წინაშე ერისა. რამე თუ მეფეა სმახვილი მამულისა და ბრძანება ჩემი მსურსოდენ ესვედ ისმინოთ. ამაოდ ფიქრობთ, რომ მუხახე მამულის მომავლისა მარტოდენ თქვენი სისხლით არის მორწყული, არამც და არამც. მამული არ მაგადარჩინა და არა იმან, ვინც ერთსაზე და განცხრომით ზოვდა. უზღომოვითა თქვენით ასაციციან უმთლად გავერანდა და კარგახანი არაც იქ მამალს არ უყივლია, ანუ არცა ძაღლს უპეპნია.
ხოლო ჭიშკარი საქართველოს ქართული ქვემოი მომთაბარე ტომებს მიუყვდეთ. აშვილ ხარ თქვენ? თუ არა ქვეყნის გამყიდველნი, ერის მოღალატენი, ბერიკები სალაფავთ მაძიებელნი. მაგრამ იცოდეთ, ვინ ჩემთან არ ადგა, ის ერისა ჩემის მახვილ ქვეშ მოექცევის. გასწით. თქვენთან თათბირი აღარ ამსურს. სამართალიც უთქვენოდა თქვენ. რაც გადავწყვიტებ მდივან ბექთ მოხდითხეთ. კეთილად კვლავ შევყარა უწმინდესო მეუფეო და ძვირფასო ძმაო. კურთხეულ იყო შენთვის ტახტი კათალიკოსისა საქართველოს. სამღვდელოები და საეროვნი დიდი სიყვარულით მოელოდნენ შენს წმინდა მღვდელთ მთავრობას. დაღასრულა უფალმა ნება მათი. მოვედ და დაბრძანდი საყდარსა საკათალიკოსოსა ზედა. გლოცვენ და გვაკურთხენ სრულიად საქართველო მეფობითა და სახლობითა ჩემიდან. სანო მეფეო და დედოფალ უფლისწულნო და დიდებულნო საქართველოსანო ყოველნო სამღვდელონო და საეროვნო დასო ღმერთმა ნაღამაღლოს და განაძლიეროს სუფევა საქართველოსი და მეფობისა მისისა
დამყარებულ და გამტკიცებულ ყოს იგი, რათა ვერ შეუძლოს სიმრავლემან უცხო თესლთამან დამონებათ ერიჩლე, არამედ ეგოს დაცულ და უნებელ მეუფება საქმეს საქმეშე მრავალ ჟამიერ უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ატა ბატონიშვილი, ზაალ ორბელიანი და დიმიტრი ამილახვარი თქვენს ნახვას ლამობენ. სთხოვე. წინაშე რუსეთიდან დაბრუნებული ჩვენ დასაგულისხმოთ ახალს რას იტყოდი? კლავაც ერეკლეს თანადგომას და ერთ მორწმუნე რუსთ ხელმწიფის ფარველობით სრულიად საქართველოს აღდგენა გამოხსნისათვის ვიტყოდი. ხმამაღლა ასე ითქმის. ერეკლისაგან კვლავ პატრიარხად მოწოლს გულის სხვაგვარად გიძგერს. ეშინის სიმტკიცე ძველი არ შეგელახოს დაბჭენი გონებისანი ცდუნებას არ დაუთმო. მაგას რად ბრძანებ, ბატონიშვილო? გუმართავ ბრძანებ. ექსორია ქნილი მე იქაც საქართველოს აღდგომა გამოხსნისათვის ულოცულობდი. ქართლ-კახეთის სამეფოთა გაერთიანებაც დიდ სიხარულით ვცან და ერეკლეს მოწმევაც გულხურვალედ მივიღე. რამე თუ ხსნაერისა ერთობაში არის. ერეკლე ქვეყნის გამოხსნისათვის ყასიდად იღწვის. სინამდვილეში ჩვენი დამცრობა აქვს განზრახული. სურს უფლება იყოველივე თავად იბოძოს. ყმანია გვიმხედროს, ჩვენსავ მამულში თავის მოხელედ გვაქციოს. გარეშე თავის აყმათაგან შიც უფლებას გვართმევს. ყმა თუ აიყარა, ან გაიხიზნა, ბრალს პატრონს ასდებს. კახეთის მსგავსად ქართლშიც ერთ მმართველობას ლამობს. რუსთან კავშირიც ჩვენს წინააღმდეგ ეჭაშნიკება, ბოგანოს თავს უხვევს. ბრბოს რუს სიყვარულს აიძულებს. ძალით სიყვარული ვით იქნების თავად? იქნების. ხალხი ბნელია. სიყვარულით აქცემო რომ უთხრა დაგიჯერებს. ეგეც არ იყოს ქართლის ტახტი ვახტანგის ძეს სპატას ეკუთვნის. იგია კანონიერი მემკვიდრე ქართლის სამეფოს. გზამომავლისა სრულიად საქართველოს აღდგენისაკენ მიემართებ. ეგეც მცდარია. თუ საქართველოს თავი ერთი ეკნა ადვილად მოჰკვეთენ. ხოლო თუ მეტი, ზღაპრის არ იყოს, ვიდრე მეორეს ან მესამეს სარკვეთენ, პირველი ამოუვა. სული ქართველთა ხან ერთ სამეფოს ეპარება, ხანაც მეორეს. თუ კახნი წახდნენ, იმერნი იმძლავრებენ, თუ სამცხე ქართლი, ან დადიანნი, ან გურიელნი, ან კიდევ სხვანი თავადნი, გინდერისტავ. ხოლო თუ ერეკლემ რუსთ ხელმწიფის მსგავსად ერთმართველობა ინება, ანუ პატრონი ქართლისანი სრულად დაგვამცრო, მაშინ აიქნას ერმან ჩვენმან. რუს მფარველობით ერთპირად შეკრულთ ბუსურმანი ვერას დაგვაკლებს. სხვა გზა არ ასჩანს. რაც არ ასჩანს, თუნდაც ევროპა. საბა სულხანისას სან.
პაპისა თუ ფრანკთა ხელმწიფის ხელთ შემყურე ამაოდ დაშვრა. დიახ, ევროპა კვლავ შორია და ჩვენთვის ვერც იცვის. ერეგლ საგანგლავ პატრიარხად მოწოლს გულის სხვაგვარად გიძგერს მეთქი წეღანაზე გითხარ. ახლა მეც გეტყვი, შენ მხოლოდ შენთვის იხცვი, შენთვის და არარჩულისათვის. სრულიად საქართველოს პატრიარქობა გწადს. კაცი ბჭოდა და ღმერთი იცინოდა. ფერი ფერსაო და მადლი ღმერთსაო ამაზე უთქვამ. ედია, ავიდრო რომ არა მაგათ ხორცის წინ რა დაუდგებოდა. მას ქალის მამას აღარაც მეკითხები, ჰა? სიძეს დასატუნი რა აქვს. ეთყობა დახალსა სტუმრობს. Ам мухал дрожки დასატუნის გარდა. Может быть, еще хорошего. დავადაცუწყი მამამისად ჩემის თეიმურაზის ასტრახანს დაგრძალვით იმპერიის მთავრობამ ქართლის ტახტზე მემკვიდრედ მემაღიერა. ქართულ-კახეთის ერთ სამეფოდ შეკვრა შეკავშირება ირანმაც ასწნო. და აღმოსავლეთ ზღვათაშორეთში ჩემი ხელმწიფობის უპირატესობა უეჭველი გახადა. ეს ხანია ოსმალთაგანაც აჯანი მცირე რამ მომეცა. რუსთ ხელმწიფის პრუსიაზე დამაღლებამ მოსკოვის ყადრი ქვეყნის თვალში ერთი ასად გაზარდა. თუ ღმერთმა ინება და მისი უდიდებულესობა ჩვენი ქვეყნის მფარველობაზე ადრევე დავითანხმეთ. მერმეგების წინაპართა ჩვენთან საუკუნო სასვებაც კეთილად აღვიხდინოთ. და იმერთა მეფე სოლომონთან ადრე ნათქვამი პირობით სრულიად საქართველო ერთი გვირგვინის ქვეშ შემოვიკრიბოთ. სამცხეც გამოვიხსნათ და ღვთისადერის წინაშე ვალმოხდილი წავიდეთ. სიმართლით აბჭობ, ერეკლე ჩემო. რუსეთი ახლა მართლა ძლიერად ადგა. მაგრამ არა იმდენად, რომ ქვეყნისა ჩვენის მფარველობით აღარც ოსმალთა და აღარც სპარსთა გაგულისებას დაერიდოს. ეგეც არ იყოს რუს ხელმწიფის კარზეთ მდგარი ქართველთაგანი შენს ქართლზე დგამეფებას უპირატესად ალმაცერად უმზერებ. ახლის მემკვიდრედ ჯერაც ალექსანდრე ბაქარის ძეს გინა პაატა ბატონიშვილს უფრო მიიჩნევენ. მათ დაძახილზეც თავადნის ქართლისამი სოროებს უმალ დააგდებენ და ნაღვაწნით ჩვენი განსაკიქებლად უგუნურთა ხვედრი გახდნენ. ამიტომაც სიფრთხილე მეტი გვმართებს. ყველაფერი ხვედრია. წალკასა და სომხიც დაბუდებული ლეკნი ქართლს ედებიან, ჯარელები კახეთს. ამას წინ წალკის დასხმია ტყვეც მრავალი წარუტაციათ. ბერეს რომ დაეცნენ მე თვითონ გამექცნენ. ჭუხელღამ დავახმელას ყოფილან. ქვეყანა ხალხისაგან დამეცალა. გლეხი გაწყდა გლეხი. ვინც მტრობას გადაურჩა, ხიზნად გავიდა.
უმორჩილესად გთხოვთ მომიტევთ მეფე ბატონო. რა გაქვს? ის კონდა. დათუნა ფეიქარს აქონა მეფე ბატონო. მამა ქრისტესიას სახსარებაში გაანდო, მაგრამ ნაწერი ბერძნული იყო, ამიტომ წამკითხავთ მე მიხმეს. თავად სად არის? გარს უკან დგას, თქვენს რიცხვას ერიდება. შამიარით მას. გამომგე. ვინა ბრძანდები? სემინარიის მრევლიდან გახლავართ, გვარად თახაშვილი უნეტარესო. იროდის აღსასრულის დღედ ქრისტეშობის მეორე შაბათი გვითქვამს. წინარე საქმნელს პირობისამებრ დათუნა ფეიქარი იქრს, რომ თუ კლიტენის სასახლისანი თანამეცხედრეს მისას დედოფლის ირის ფარეს მართასაბარია. ცოლთან სურვილის მიზეზ არასტევღამეს დათუნა სასახლეში გაათეს. მესამედ მამლის ყივილამდე გარებებს გახსნის ნიშანს. ჩვენს ხალხთან ერთად სასახლეში ერისთავისა და ორბელიანის ერთგული ბიჭები შემოჩვიდებიან. თუ ღმერთმა ინება და კეთილის თვალით გადმოხედა, ერეკლეს თავი პატა ბატონიშვილს დარჩება. გიორგი უფლისწულისა დავითს, ლევანისა ალექსანდრეს, ივლონისა მარაღ ადამიანო, ბაღთა სულების მოსაკითხავად დრო მერმისითაც გვეყოთ. შამსა განკითხისა სათნობა და გულჩილობა არამთ თუ კაცთაგან, არამედ ანგელოსთაგანაც აღარ ახამს დიმიტრი ჩემო. მოსახდენი უნდა მოხდეს. თუ უხსენებლის მოხშობა იქცაც, ნუცა წიწილთა მისთა და ნუცა კვერცხთან უღადაინდობ, რამე თუ ჯერ ერთნი და მერმე მეორენი გესლითა თვისითა აღისებიან მოსაგდენებლად ჩვენდა. წეული ციყვნენ ერეკლე და ნახშირნი მისნი. ამინ. მანდატურ თუ ხუცესი გვესტუმრა. ასხედით.
მოგბრძანდი. თუ მიკადრებ? სტუმარი ღვთისა. გთხოვ. ბატღე გრძელი. გვინო ხო საყოფილი. მაგის ნუ გენაღლება. შენსა და შენს მანდატურებს ყველას კისრებს დაგდებთ. ცოტანი ყოფილხართ მანდატურო. სხვები გარეთად განა. დაგულოცა. ტყუილს არ კადრებს. ჩემი ლოცვაც ვეღარაფერს გიშველით. ამის სატანას სიკვდილი მიჩვენე. ვაგრია. სხვებსაც უხდით. გამოიძიეს რა სიმრუდე ბოროტისა დარბაისელთა და მსაჯულთა ბჭობა იდიდი ქმნეს და დაადგინეს. რამე თუ შეითქმნენ რომელიმე თავადნი და აზნაურნი და აბარეს ბუშსა ვახტანგ მეფისა საპაატასა და ბიძაშვილსა მისსა აბდულა ბეგის ძეს დავითს და თამცა წარეწმიდათ მეფე ერეკლე და დაეპყრათ თვით მეფობა იქ ქართლისა. და ეუწყარა აზრახვა ესე უბოროტესი პატრონსა ჩვენსა ღირსა მეფესა ქართლისა და კახეთისა აღივსო იგი სინანულითა მწარითა და არიჯერებდა ამბავს ამას უჯერებელს. შეიპყრო ისინი და პატიმრად ხო მეტეხის ციხესაშინა. ხოლო ერმან საქართველოისა თანხმობითა სულიერთა კრებათაგან განაწესეს დასჯა მათი სიკვდილით. თაქთაქიშვილი ელიზბარ, რომელმაც ერეკლეს ცილისწამა და გამეფებული ავაზაკი უწოდა, ჩავარდეს გენიას საშინა. დიმიტრი ამილახვარსა და არუშან დიასამიზდეს დასთხარონ თვალნი და მოჰკვეთონ თითი საჩვენებელი. ამილახვარსა ალექსანდრეს ძეს დიმიტრისა გადაეჭრას მყესი მარჯვენა ფეხისა და წარეკვეთოს ცხვირი, რათა ცნეული იქნეს სახება მისი ყველასათვის, ვითარცა მსურველი საბოროტისა. სხეულით იყოს ერეკლე და ნახიანი მისი! სხეულით იყოს! სხეულით იყოს! რასიავე ჩვენს თავს დარეჯან ჩემო. ავადმყოფობა ერეკლეს მოუწყეს. წუხელსაკეთ შეუძლოდ ბრძანებულაო, ითხრეს. დღეღამიერ მაულევმა ჯაფა მოწია. დამბლაკინა ღამ დასცა, ცისხლია უჯანყა. გულის ცემა მოხშირა. ექიმმა ბნელსაშინა წოლა და წურბელთ დასმა ურჩია. ახლა რასა იქს? ნამძინარებზე ოდნავ მოიხედა. შენს ნახვას ლამობს. მიბრძანდი. ახლავე გიახლებ. ხმერამე თუ უფალმა წავნითლად წამვარა. რწმენა სიმართლისა იჭვით შემიცვალა და სინანულითა დიდით აღსებულმყო. უძლურება შენი უფლისგან არ მოედინების, ერეკლე ჩემო.
არამედ ლმობიერის ბუნებისგან შენისა. დროჟამის მღელვარ ოკეანეში ხომალდი სამეფოისა ძნელად სამართავარს. ამიტომაც სიმტკიცე მეტი გმართებს და არც ხანი სინანულისთვის დაგრჩომია. ზემან არარჯული ერმან მეფისა ვახტანგისა ბატონიშვილმა პაატამ აღსასრულის წინ ზიარება ჩემგან ისურვა. მივე წადა შეგონებითა ჩემითა შეწყალება შენთვის ეთხოვა. იუარ ატიება ერეკლესგან მიარ მეგების, რათა გვამს წარკვეთილი თავი მისი ჩემი ცხოვრების უძვირფასეს სამკაულად მეხატებოდაო. და გინდაც ღმერთმა შეწყალება ჩემი ინებოს, წამს ერთ გვირგვინ ქვეშ ორი ქალა ვერ მოთავსდებისო. განგებისგან მოქნეული მახვილი ქარქაში უსისხლოთ არ ჩაიგების. ანუ რაღაცი ედისერამ ჩვენ ორშუა სასიკვდილოდ მიამირჩია, აღსრულდეს კიდეც ნება იმისიო. არუშანის ქალი თავს იკბავს, ღამეებს სასახლესთან ათენებს. შენი ნახვა სურს. სტირის. ხელმწიფემ საქმრო მაინც მიპატიოს. საქმრო ველა არის. დიმიტრი ამილახურის ვაჟი, ალექსანდრე. არც მიგვირს. მაწვილი ესე მეც მამაც იმეჩვენა. ამიტომაც გთხოვს. მაგრამ აი თუ გვიანი იყოს. შენ მაინც შენი ხმენ. დასტური მიეც. ასე უთხარ ერეკლემ შეიწყნარა. სიღმაწვილი თაბადია თქო. სამწუხაროდ უკვე იალა. ცუდი ხომ არ შეგემთხო დაუჩემ. არა გმადლობთ. დიდარ ძალაში ღამეს თუ გაგვაცეულებ, ღამესაც და დღესაც შვილი, ღამესაც და დღესაც. აბა,
ამ სივანეჯი ასე ტიტულები როგორ გამოხატეთ გარ აი გეშიება ალბათ აჰა ჭამეშვი დაიჭ აჰა შეჭა გამომართ ეხლა აი ზე ისეთ დალი ჭამეშვი გამომიგზავნა თქვენი და ჭამე თქვენ შემოგევლოთ ხვარამზე თქვენ ლიური შემოსავალი მეფე ბატონო 92 ფუტ ვერცხლზე 2 ფუტამდე ოქრო გამოვა. ეწვითელ ფულზე 5 მონეტობით რო ვთქოთ 55000 როვდება. ვერცხლზეც კიდევ 22000 სულ 77000 გამოვა. აქედან გასავალი ფვილი, ლორი, საჩუქრები, ლაღუმი 1000 მუშაზე 23000 მონეტი მაინც გამოვა. ეგრე რომ 54000 მონეტი სუფთა მოგება რჩება. ეგ მერმეტიკოს. მიგვის რომ ლეკმა თავი დაგანებათ. კარგად დიდი ხანი იქნება რაც არ დაურბილხარ. უდიაში დაკლეც რა უნდა მეფე ბატონო. ბიჭოს. ეგ ხუდია ვიღაბზანდება. მორჩალოილი ხუდია მეფე ბატონო. მიგვის რომ აქამდე არ გაგიგონიათ ქეზმატა. ლეკები თუ უფრთხიან, ერეკლეზე უფრო დიდი ვაშკაცი ეგა ყოფილა. აბა ერთ ეგრემზე. ეხლა შენი დიდი. გამარჯობა შენ. გაგიმარჯოს მეფე ბატონო. მალისა დაგაქვს. აქ შენი ჭირი. მართლა ხუდია ყოფილა. სწორები რო ვიყოთ. ფეხდაფეხ შევებათ ერთმანეს თუ ცხენდაცხენ. თუ სწორობაზე მიდგა საქმე შენი ჭირიმე ხელმწიფე შენ უნაგირზე დაბრძანდი მეგი დაჩუქილი დაგიხდე შენი თავი გიორგი ბატონის შვილმა გაახლათ მეფე ბატონო. ხომ მშვიდობა? რუსეთის ელჩი თავადი ობრესკოვი სულთანს სტამბოლშივე შეუპრია. თქვენთან მოციქული უახლებია. კეთილ მეზობლობის დასტურსაც თხოვს. 100,000-იანი ლაშქარი რუსეთისაგან დაუცავს. В связи со всем вышесказанным хочу доложить,
что 16 дня марта сего года, по вашему пожеланию, Ваше Величество, я ознакомил Государственный Совет Империи со сложившейся в Грузии обстановкой, а также поставил вопрос о посылке экспедиционного корпуса на Кавказ. Составление этого проекта было поручено графу Захарию Григорьевичу Чернышову. Сенат одобрил составленный графом проект. Кого вы предлагаете командующим экспедиционным корпусом? По нынешней обстановке на театре боевых действий свободных генералов нет. Желание отправиться в Грузию изъявил только генерал-майор Тотлебен. После известного вам инцидента в Пруссии он отстранен от всех дел, но надеется на вашу монаршую милость. В беседе он заявил, что готов искупить вину свою кровью, пролитой за Отечество. За какое из Отечеств? Осторожнее, граф. Думаю, что предводителем экспедиционного корпуса должен быть только русский. Граф Готлиб Курт Генрих Тотлебен. Разумеется, русский был бы лучше. У вас, генерал, больно уж малокалиберная. Зря с ней возитесь. Прав был майор Ременников. Не полевые орудия вам вести нужно было, а осадные. А от этих железок проку, боюсь, не будет никакого. Так посоветуйте, что делать с этим пушком? Что тут можно посоветовать, генерал? Я на вашем месте весь этот хлам здесь и бросил бы. Вот поэтому вы не на моем месте. Мне этот хлам, как вы изволил выразиться, нужен не для осад, а для престижа. Мы есть среди варваров. Без эти пушки грузин мне помощь не сделает. Солдат, захвалять трудно. Трудно. Особенно русский солдат. Впрочем, вы есть тоже иностранец, как я. Я из этой варварской страны, как вы изволили выразиться. Я грузин. Вы цивилизированный грузин? Я грузин. Ничего, все будет хорошо. Все будет хорошо. Ваше Сиятельство, солдаты просят привал. Нет, вперед, только вперед! Слушаюсь, Ваше Сиятельство.
Ваше сиятельство, я смиренный Гайос, архитиаком храма Антисхат. Царь Ираклий приказал сопровождать вас. Вы хорошо говорите по-русски. По книгам, ваше сиятельство. По милости Божьей, книг на русском языке такое же великое множество, как на греческом, латыни, еврейском, армянском, грузинском и на других языках, на которых Евангелие Христова проповедуется. Какой вы знаете? Греческий, да латынь, еврейский, да армянский тоже. А французский знаете? К сожалению, нет. Очень рад видеть. А где есть ваш царь? Недалеко отсюда. Его лагерь находится в поле возле Аду. Ожидая вас, он приказал исправить все дороги и мосты. Хорошо. Очень хорошо. Что это? Это снежная вершина Казбеги, ваше сиятельство, и монастырь Святой Троицы. О, das ist wunderschön. სტუმარნი ჩვენი ნებითა ღვთისა და თვითმფრობლისა სრულიად რუსეთისა იმპერატრიცა ეკატერინე მეორის დედობრივი მოწყალებით Гости наши с Божьей помощью и с благословения Ее Величества, императрицы всея Руси Екатерины II, მოსულნი არიან ქვეყანასა ჩვენსა ზედა пожаловали на нашу землю, საშუალად იმერთა მეფის чтобы სოლომონის протянуть руку помощи меретинскому царю Соломону. ედრი უფალს რათა ლოცვა ჩვენი გამარჯვებისათვის წარმომწოროს მათ Пусть Всевышний покроет победой их славный путь. ამინ ამინ შანხართ Вы кажетесь уставшим. თქვენს კავკასიის გადმოლახვა გაუჭირდება Переход через Кавказский хребет дался вам, видимо, нелегко. Нет, я чувствую себя хорошо. Аратавс каргада узнав. Я солдат от детства. Ეხ მაწულებიდან ჯარისკაცი ვარ. Солдат не должен уставать. ჯარისკაცი კი არ უნდა იღლებოდეს. უცილოდ მჯერა Охотно верю. რას მიბრძანებთ Что прикажете? რას ისურვებთ ჩემგან რა სიტყვით Чем могу быть полезен? Я прошу, мой войска через вашу страну пропускать. მე მსურს რომ ჩემს ჯარს თქვენს ქვეყანაში გზამისცეთ. Я имею... Я должен выполнять просьбу царя Соломон I. რათა სოლომონ პირველის თხოვნა შევიწყნარო Вступать в Имерет და იმერეთს გადასულმა и начинать войну против османов. ოსმალებს ომი გამოუცხადო. საღვთო საქმეს უკეთეს ვერც არა საიქმთ Дело более угодное Богу представить себе трудно. Ваше царство должен продовольствовать моя армия. თქვენ სამეფოში ჯარისთვის სანოვაგის შეძენაც დამჭირდება. აბა უმაგისეთ როგორ იქნება А как же иначе? Und letzte, если ваше Величество
Да, если ваше величество Тут თქვენი უდიდებულესობა пожелает в этой войне участвовать, ინებებს და ოსმალებთან ომში მხარს დამიმშვენებს, я имею полномочия обещать. პირობას ვდებ, Все земли, которые я буду здесь завоевать, რომ ჩემს მიერ დაპყრობილი მიწები Грузии принадлежать будут. მთლიანად საქართველოს დარჩება. Великая милость, клянусь Господом. Но скажи мне то, ваше сиятельство, сколько же у вас войск, что в победе над неверными вы ни на йоту не сомневаетесь? Я надеюсь еще и на милость Божья, и на силу ваших молитв, Святой Отец. О, эким чрелатаства. Вот это я понимаю ответ. Თქვენი მესამე სურვილის შესახებ ჩემი პასუხი ცოტა არ იყოს ძნელი საქმე. На ваше третье желание, граф, я могу сказать лишь одно. Дело это сложное. არა, თქვენს უფლებაში ეჭვი არ მაქვს. В ваших полномочиях я не сомневаюсь. რომ იმპერატორ დედოფლის სახელით ოსმალთ წინააღმდეგ ომში მხარისჭერა შემომთავაზოთ. Предлагать мне от имени императрицы помощь против османов. ეგ მე ხელსაც მაძლევს. Более того, предложение ваше мне весьма на руку. და დიდ უპირატესობასაც მანიჭებს. Оно ставит меня в самое выгодное положение. მაგრამ მოდით ამაზე გამოწვლილვით მერმე ვილაპარაკოთ. И все-таки разговор этот пока давайте отложим на будущее. აც კი ჩემი სამეფოს წიაღში მე თავად წაგიძღვებით. ინძლო ლაშქარმაც მოისვენოს და ჩვენი საუბარიც პიროთვნელი იყოს. Что же до вашего пребывания в моем царстве, то сопровождать вас я везде буду сам. Надеюсь, и войско ваше отдохнет, и разговор наш будет более обстоятельным. От имя Императорского Величества, от имени Ее Императорского Величества, всемилостивейшей государиня императрицы Екатерины II, всемилостивейшей государине императрицы Екатерины II, высшей награда Российской империи, высшая награда Российской империи, орден Святой Равноапостольный Андрей Первозванный, орден Святого Равноапостольного Андрея Первозванного. Его Величеству, славному царю, Карпии и Кахетии, Ираклию, ура! Калитаэриса, императрица Екатеринისთვის мადლობა მithвams. От имени моего народа я благодарю Ее Величество, императрицу Екатерину! Челс Мепес, идеба! მობრძანეთ კალბატონო. დაბრძანთ კალბატონო. ელჩს ახლავე მოახსენებ თქვენი მობრძანების შესახებ. აიდეს სულეიმან ფაშას დისულს მიწამდე თავს უხრი. ვერ ვხედავ. დაჯექი. დედისა ძმა შენი. მზემდე ამაღლებული და ცათასორი სულთანის მაღალი მოსამართლე. სერასკირი და ვეზირი სულეიმანი ჩილდირის ტახტს ცირეხნით განერიდა. მის ნაცვლად დიდმა ბრძანებელმა ახალციხე დროებით სელენიკელ ნაამან ფაშას მისცა. ყველა ცდილობს. ამ საღამოს ზალ ორბელიანმა შეშფოთებით მაუწყა, რომ ერეკლე და რუსის გენერალი ახალციხეზე ჯარის დაძვრას აპირებენ. ალლაჰ. თანაც გახსოვდეთ, რომ ჩილდირის ტახტი ოდითგანვე ჩვენ ჯაყელებს გვეკუთვნის. აქ იმ სტობრადაც ამიტომ ვიქეთ და გამომვლელს თავს იმიტომ ვაქელვინებ, რომ ახალციხე მხოლოდ ჩვენ ჯაყელებს გვეპყრას.
მაგრამ ახლა მაგისაც ცოტა მედარდებით. დღეს საქმრო ჩემი ამილახურის ძე ალექსანდრე. დღეს საჭრილი და დაღდასმული. საპყობილესაშინა ტანჯვითა იდაგვის. მეც ქალი ვარ და ფიქრნიც. ჟამიჟამ ქალური დამდის. ლამის ისიც ავქნა, რომ სათფო საშველად ერეკლეს მხარეს დავდგე და კლიტენიც ახალ ციხისა თქვენს ნაცვლად იმას ჩავაბარო. ნუ ანგელოსო. სულთანი დანაპირებს აგისრულებს. სათფოსა შენსას გამოიხსნის და ტანჯვის ნაცვლად 60-ს მოგცემს. თუმცა რჩევით აკადრებ, რომ ვაჟი იგი კოჭრი და უცხვილპირო. აც შენი საკადრისი არც არის. კმარა. ნუ ანგელოსო. ნუ განრისხდები. ალახი მოწყალია. ტანჯვის სანაცვლოდ იმ ქვეყნად მარადიულ 60-ს მოგცემს. ამ ქვეყნად? ნამან პაშამ მოგიწონა. ნამან პაშამ რუსის იანარალი ტოტლებენი თურმე ავსტრიაში ყოფნის დროს დაიძმობილა. ეჭვი დიდია, რომ ეგ გერმანელი გრაფი რუსის სამსახურში ხასიდად დგას. ნამდვილად კი შენი სულდიდობის არ იყოს ეგეც თავის ქვეყნისთვის იღწვის. ახალი პაშა იმ იანარალთან პაემანს აკთხოვს. საწინდრად მურად მესამის ბეჭედი მიართვასო. ერთსა მეფოთხის Мой генерал, двое каких-то грузинских князей просят вас принять их. Князья? Кто это есть князья? Не знаю, мой генерал. Ваше превосходительство, мы бы не стали беспокоить вас, если бы не такое важное дело. Ваше превосходительство, я и мой свояк, царский Аристав Давид, уже давно ищем с вами встречи. Нам хотелось узнать у вас, что нас ждет. Нам от вас такой ответ хотелось бы услышать, который и общему нашему делу ничем не повредил бы, и чтоб своего не упустить. Владения наши должны за нами остаться. Я полагаю, вам и без нас известно, что Ираклий по наследству Кахети заполучил. А Картли хоть и перешло к нему от отца его Теймураза, но и тому владение сие было не от Бога дано, а над Иршахом несправедливо даровано. И народ Картли, царствие его, не хотел. К тому же Кахети свое владение, свою вотчину
он хорошо сохранил. Ну а князя из знаменитых Картлийских он так угнетает, как не осмеливался до него ни один самый жестокий варвар. Царевича Паату обезглавил, да и других не пощадил. Пребывающие в беде князья Картли только об одном и молят Бога, чтобы ее величество императрица Екатерина услышала наконец их просьбу и оказала им свое покровительство. А вместо Ираклия на свое усмотрение и по своему желанию направила в Картли какого-нибудь властителя из русских, или имеретинского царя Соломона, или одного из князей Картли, или черта, или самого дьявола. Картли это мы, а не Иракли. Успокойтесь, господа, успокойтесь. Все будет порядок. Все будет хорошо. Видит Бог, что намерения мои для всех открыты. Ведомо вам, что земля Ахалцихская уже 200 лет под игом турецким находится. Хотя она, по милости Божьей, изначально грузинская. Дела более важного и срочного нет, кроме как вызволения этой земли. С помощью русского царя восстановления единой Грузии. Сожалею, но я сейчас участвовать поход не могу. Ахалцих совсем далеко. Расстояние имеет крепость. Надо брать крепость, оставлять гарнизон. Брать крепость, оставлять гарнизон. Я не люблю, когда мне стреляют в спину. Но я не имею лишний солдат для гарнизон. Я теперь ожидаю подкреплений артиллерии гусар. Еще. Мои войска не имеют продовольствия и фураж. И еще дороги опасные, скользкие. По все эти причины я кампанию против Нааман-Паша откладываю до лета. Где слыхано оставлять крепостную охрану в пещерах и ямах? Или что значит попутные крепости? Нет, откладывать это дело на лето нельзя. Нам надо спешить. Пока османы развернут подготовку, мы должны подступиться к Ахалцихе. Если добьемся успеха и захватим владение Паши, престол Джакели рухнет. Опора османов и берлога леков будет уничтожена. Воскреснет народ, порабощенный османами. Крепости мы должны обходить стороной. О провианте вы зря беспокоитесь. Во владениях врага достанет. Ваше Величество, это ваш план совсем отважный. Но с точки зрения европейской военной науки, это невозможно. Ваше сиятельство, со времен правления
Царя Ивана Васильевича мы всегда стремились освобождать и защищать христианские народы, попавшие под иго варваров. Я считаю... Я не считаю, так как неуспех будет обозначивать и гибель наших общих войск, и крушение надежд Российской империи на Кавказ. Брать эту ответственность на себя я не могу. Эту ответственность я беру на себя. И еще, если позволите, господа, я должен вам напоминать. Мы в чужой стране, среди чужой дикий народ. Вы, наверное, успел замечать, что здешний вождь, альзо царь, как его здесь именуют, на голове носит азиатская шапка, одет европейский камзол, на груди русский орден. Трудно определять, что совсем близко его хитрому сердцу. Камзол, шапка, альзо большая награда императрица. Совершенно верно. Кроме этого, хочу подчеркивать, я не мог представлять, что этот азиатский диктатор будет таким упорным, альзо упрямым. Я тоже хочу вам сообщить, что этот азиатский диктатор является выдающимся полководцем. Что он под знаменами Надир-Шаха завоевывал Индию, о чем вы, европейцы, мечтаете веками. Также смею вам напомнить, что Грузия не дикая страна, как вы позволили себе выразиться. Это страна древнейшей христианской культуры. Я в восторг от вашего просвещения, но я предпочитаю офицер, посвященный в военной дисциплине. В этой дикой, повторяю, дикой стране я осуществляю миссию империи и не намерен разделить вольнодумие. Требую запоминать. Задача, вверенный мне корпус, сковывать отдельные силы осман, а не поддержать местный интерес Ираклии. Наша миссия освободить и защитить народ, попавший под иго варваров. План его величества Ираклия, прославленного царя Картли и Кахети, тем и привлекателен, что полностью соответствует этим замыслам. Вы же его отвергаете, осторожничаете, пытаетесь довольствоваться малым. Вы умаляете славу русского оружия. Да-да. И не о России вы теперь печетесь, а о собственном благополучии и о своей репутации, которая однажды уже сильно пошатнулась. Я полагаю, не что затрудняйте вас. У меня плохой память. Я все запоминаю. Я принимаю сведения и точку зрения, господ офицер. Не смею задерживать. Ваше благородие! Господин майор, вставайте! Умоляю вас, ради бога, скорее поднимайтесь! Чего тебе, Андрюша? Господин майор, только что по приказу графа взят под стражу подполковник Замараев. Андрюша. Значит, и меня ждет то же самое. Так точно. Поспешите. Поспешите, ради бога. Не горячись, Андрюша. Ты лучше расскажи, кто арестовал подполковника. Конечно, Карп. Зарнай, Пекснер и Карп. Кроме них все русские офицеры на нашей стороне. Говорят, что Татлибин продал Россию, взятку взял и теперь в тяжелую минуту хочет убежать с поля боя. Спешите, ваше высокоблагородие. Офицеры только и ждут вашего согласия, чтобы арестовать генерала, а Замараева сделать командующим. Генерала, Андрюша, арестовать нельзя. Иначе нас всех неминуемо ждет Сибирь. Почему? Если измена налицо. Смотря для кого.
Кажется, пришли. Господин майор, по приказу генерала вы арестованы. Никому не прощу посрамления русского оружия! Не время шутить, Андрюша. Не время. Господа офицеры выполняют приказ. Не думаю, чтобы они это делали охотно, но приказ есть приказ. Скажите, господин майор, почему вы не подсказали нашему генералу, что арест офицеров перед боем произведет на войско плохое впечатление? Или его сиятельство вовсе не собирается воевать? Это его дело. Конечно, это его дело. Именно поэтому я прошу моего доброго приятеля напомнить господам русским офицерам, что до тех пор, пока генерал не совершил измены, все офицеры обязаны беспрекословно ему подчиняться. Подпоручик Свечин, я надеюсь, вы напомните офицерам? Есть напомнить, господин майор. Идемте, господа.